მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ჩვენ ხვდებით 150 წარმატებულ ადამიანს, რომლებმაც შეძლეს სახელმწიფოს სწორი ჩარევით და სწორი დახმარებით შეექმნათ საკუთარი საწარმო, ახალი საწარმო, რომელიც არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, ვინაიდან თქვენ რომ არ ქონოდათ სამეწარმეო ბიზნეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან გულწრფელად მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. აქ დღეს წარმოდგენილები არიან დიდი საწარმოები და ასევე შედარებით მცირე საწარმოები. დიდი საწარმოების შემთხვევაში ჩვენ მქონდა სპეციალური დახმარების პაკეტები, რომელიც მორგებული იყო უფრო დიდ ინიციატივებზე და ასევე მცირე საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც შედარებით მცირე საწარმოები წახალისდნენ. მაგრამ დღეს საწარმოს სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ თუ რამხელა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ინიციატივიანი ადამიანისთვის, გამრჯე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი რომ თვითონ გახდეს ბიზნესის მფლობელი და თვითონ უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება. არ ეძებოს სამუშაო ადგილი სხვაგან, არ მიადგეს სათხოვნელად მთავრობას დასაქმებისთვის, არამედ თვითონ იფიქროს იმაზე, რომ სხვები დაასაქმოს. ეს არის ის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რევოლუცია, რომელიც მთელი ჩვენი ერის აზროვნებაში არის მოსახდენი. და ეს არის ყველაზე სასიხარულო. ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავდით მიზნად, როდესაც ჩვენ წამოვიწყეთ ეს პროგრამები, ეს მრავალრიცხოვანი პროგრამები. ასე რომ მე მინდა მივესალმო დღეს თქვენს ინიციატივებს და გითხრათ, რომ სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს ამ ხარდაჭერის პროგრამებს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე შეიქმნა, ანუ თითოეული თქვენთაგანისთვის, ჩვენი თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს და კიდევ უფრო საინტერესო ინსტრუმენტები მოვიგონოთ იმისათვის, რომ თქვენი მუშაობა გავხადოთ უფრო იოლი და თქვენი ნაწარმის რეალიზაცია გავხადოთ კიდევ უფრო ადვილი და ასევე უფრო შემოსავლიანი თქვენთვის. ხელი შეგიწყოთ თქვენი წარმოების ექსპორტში და ბაზრების მოპოვებაში. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მთავარი მიზანი იმისა, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, თქვენთან ერთად, არის ის, რომ ყველა ადამიანმა, თითოეულმა მოქალაქემ საქართველოსი შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი თამდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანისთვის, რომელსაც სურს წამოიწყოს თუ გააფართოვოს თავისი ბიზნესი, ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით მის დასახმარებლად. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს არ არის შემთხვევითი, ვინაიდან დარჩელი არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, საქონელს, რომელმაც დანერგა ახალი ტექნოლოგიები, ამით შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ამით უფრო ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. რატომ არის ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ საქართველოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას
სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით. და მინდა რომ კარგად აუხსნა ეს ყველაფერი იმისათვის რომ ყველა ჩვენ გვისმენს კარგად გაიაზროს ეს საკითხი. სოფლის მეურნეობა მოგეხსენებათ ჩვენთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი. დღეს ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ჩაბმული სოფლის მეურნეობაში. იმისათვის რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ანუ აწარმოოს იმ სტანდარტების, იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც იქნება მოთხოვნადი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საჭიროა გადაიარაღება. საჭიროა ახალი ტექნოლოგიები და საჭიროა რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს. რატომ გვჭირდება საგარეო ბაზარი? იმიტომ რომ 3,7 მილიონი მოსახლეობის ბაზარზე გათვლილი წარმოება ძალიან რთულია იყოს კონკურენტუნარიანი იმ წარმოებთან მიმართებაში, რომლებიც გათვლილია მაგალითად 50 მილიონიან ან 100 მილიონიან მომხმარებლის ბაზარზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული წარმოება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, იყოს გათვლილი ექსპორტზე. იმისათვის რომ უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყოს. ანუ ჩვენ შევთანხმდით რომ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩვენ გვჭირდება გადაიარაღება. გადაიარაღების ორი გზა არსებობს სოფლიოში, რომელიც არის აპრობირებული. ერთი გზა გახლავთ მსხვილი მეწარმეების, მსხვილი ინვესტორების შემოყვანა და ამ გზით კონსოლიდაცია, ანუ გაერთიანება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების და ეფექტიანი საწარმოს შექმნა, რომელიც იმდენად მასშტაბური იქნება, რომ დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას და მეორე გზა ამისთვის არის კოოპერაცია. ანუ რას ნიშნავს კოოპერაცია? კოოპერაცია ნიშნავს დარჩელის შემთხვევაში 600 მცირე მეწარმის და მცირე მფლობელის გაერთიანება ერთიან საწარმოში, ისე რომ არც ერთი მონაწილე ამ კოოპერატივის არ კარგავს საკუთრებას მიწაზე და მის ქონებაზე, მაგრამ ისე რომ კოოპერაციის მეშვეობით და სპეციალური სახელმწიფო დახმარების მეშვეობით ისინი ახდენენ ისეთ გადაიარაღებას, რომლის მეშვეობითაც აღწევენ საერთაშორისო სტანდარტს და ხდებიან კონკურენტუნარიანი. ანუ როგორც ეკონომისტები ამბობენ, მასშტაბის ეკონომიას აღწევენ ისინი. რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს რეალობაში გაცილებით უფრო მომგებიანად მიგვაჩნია კოოპერაციის გზით გამსხვილება. ანუ ისე რომ წვრილი მეწარმე, გლეხი არ კარგავს საკუთრებას საკუთარ მიწაზე, არ ხდება დაქირავებული მსხვილ საწარმოში, ანუ ერთი ინვესტორის ქვეშ, არამედ ინარჩუნებს საკუთარ მიწას, საკუთარ მიწის ნაკვეთს თუ საკუთარ ქონებას, მაგრამ კოოპერაციის მეშვეობით ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იყენებს სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ მექანიზმებს და სწორედ ამ გზით იქმნება მასშტაბური საწარმო, რომელიც უკვე კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა ადგილობრივ ბაზარზეც. სწორედ ამის მაგალითია დარჩელის კოოპერატივი და სწორედ ამიტომ ჩვენ გვიხარია, რომ დღეს ქვეყანაში უკვე არის 1638 კოოპერატივი დარეგისტრირებული და მე მინდა ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს ოთარ დანელიას, მისი გუნდის ყველა წევრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს გზა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს წახალისება ამგვარი კოოპერაციის. ასეთი კოოპერაციის მაგალითები საქართველოში ბევრია და შემიძლია რამდენიმე კიდევ დავასახელო, ერთს დავასახელებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონებისთვის. ეს არის შვეიცარიელი ინვესტორთან ერთად შექმნილი ადგილობრივი კოოპერატივი, რომელსაც ქვია ბლაუნშტაინ ჯორჯია, რომელიც მეცხოველეობის განვითარების კოოპერატივი გახლავთ, რომელიც აღწევს აი იმ მასშტაბს, რომელზეც მე უკვე გესაუბრეთ
და აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტით კონკურენტუნარიანი წარმოება შექმნეს, ისე რომ არც ერთ რაჭველ გლეხს არ დაუკარგავს საკუთრება საკუთარ მიწა-წყალზე. ეს არის ჩვენი მიდგომა და სწორედ ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა და ეს მოდელია, რომელიც საქართველოს სინამდვილეს ყველაზე მეტად ესადაგება. ამიტომ ვარ ჩვენ მართლაც და ძალიან ბედნიერი დღეს, იმიტომ რომ აი ამდენ ადამიანს ხედავთ უკვე, რომელიც არის ახალი საწარმოს მფლობელი და რომლის მფლობელობასაც არაფერი არ ემუქრება. პირიქით, გაცილებით უფრო მეტად ეფექტურ წარმოებაში არიან ჩართული, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს და ჩვენ ნახეთ აი ეს პროდუქცია, რომელიც აი ახლა სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიარეთ და დავაგემოვნეთ კიდევაც, რომელიც არის ნამდვილად უმაღლესი გემოვნური თვისებების, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ყველანაირ ბაზარზე. რაც შეეხება ევროპული სტანდარტების დანერგვას, ამასაც ჩვენ რა თქმა უნდა ნაბიჯ მივყვებით, ისე რომ არც ერთი ადგილობრივი ფერმერის ინტერესი არ დავაზიანოთ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ თანდათანობითი ხასიათი ამ გადასვლის და დაგეხმაროთ, ყველა თქვენთაგანს დავეხმაროთ ამ პროცესში. ასე რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ვიმყოფებით. და მინდა ვთქვა, რომ იმ 150 ახალი საწარმოს გარდა, რომლებიც დღეს აი აქ ესწრებიან ჩვენ შეხვედრას, 700-ზე მეტმა საწარმომ ასევე განიცადა გაფართოება და წარმოების განვითარება. დღეს მხოლოდ ახალ საწარმოებს ხვდებით ჩვენ, მაგრამ ვამბობ, რომ რამდენიმე ასეული კიდევ ახალი საწარმო, რომელიც ახალი სიმძლავრე შეიქმნა, რომელიც სახელმწიფო სპეციალური პროგრამების მეშვეობით გადახალისდა, გაძლიერდა, დანერგეს ახალი ტექნოლოგიები და გააფართოეს საკუთარი წარმოება. ასე რომ მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების პროცესი და ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალდატანებითი გამსხვილება, გვაქვს წახალისების მექანიზმებით, ნებაყოფლობითი გამსხვილება, კოოპერაცია, რომელიც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. და ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ დღეს გახსნილი გვაქვს ევროპული ბაზარი, ჩვენ გვაქვს გახსნილი ძალიან ბევრ ქვეყანასთან, მეზობელ ქვეყნებთან ბაზრები და ასევე მუშაობთ იმაზე, რომ ჩინეთის მიმართულებით ასევე გავხსნათ ბაზარი და ეს არის ძალიან პერსპექტიული ბაზარი და უკვე ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ფაქტიურად 2 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო უკვე ჩინეთის ბაზარზე იყიდება. ეს არის ძალიან დიდი დივერსიფიკაციის პროცესი, ანუ რისკების გადანაწილების პროცესი, რომელიც საქართველოს სავაჭრო პოტენციალს 1-2-ად, 1-3-ად გაზრდის და რომელიც უპირველეს ყოვლისა დაგვირგვინდება იმით, რომ მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს ადგილობრივ პროდუქციაზე და ძალიან ბევრი აი ესეთი ადამიანი გაჩნდება საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენ შეხვედრას ესწრება. ანუ ბევრი ადამიანის ოჯახში მივა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანის ოჯახი გაიხარებს აი ამ დიდი შესაძლებლობებით, რომელიც შექმნილია თქვენთან ერთად მთავრობის ინიციატივით. ასე რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები ვართ, თითოეულ ჩვენგანს დადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი აგური აი ამ ცვლილების პროცესში და ეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. თქვენ იქნებით პიონერები ამ დიდი ცვლილების საქართველოში. თქვენ იქნებით მასწავლებლები ყველა დანარჩენისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და მე აი ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ თეთრი შურით შურს თითოეული თქვენთაგანის, იმიტომ რომ თქვენ ხართ პირველები აი ამ დიდი ცვლილების პროცესში. და სწორედ ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ დიდ პროცესს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენს აი ამ მრავალრიცხოვან არმიას დაემატონ კიდე ახალი ინიციატივიანი გამრჯე ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნიან საკუთარ ცხოვრებას. დიდი მადლობა მინდა გითხრათ აი ამ თქვენი ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან და ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ, გამოიჩინოთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივა, მოგმართოთ თქვენი ინიციატივებით და სახელმწიფო აუცილებლად მხარში დაგიდგებათ. მხარში დაგიდგებათ იმიტომ,
რომ ძლიერი სოფელი არის ძლიერი საქართველო. ძლიერი კოოპერატივი არის კეთილდღეობა ყველა თქვენთაგანის ოჯახში. სწორედ ამიტომ ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, რომ წავახალისოთ ადგილობრივი მეურნეობები, შევქმნათ ადგილობრივი ქართული საწარმოო პოტენციალი და გავხდეთ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით. წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი სრულად და ამითი გავაბედნიეროთ ჩვენი ოჯახები. დიდი მადლობა თქვენი აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის და ამ საქმეზე დგას საქართველოს ძლიერება. დიდი მადლობა. მინდა ვთხოვო სოფლის მეურნეობის მინისტრს და მინდა ვთქვა ასევე რომ არაერთხელ მithქვამს და თქვა რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტისთვის ძალიან დიდი დანაკლისია ის რომ ოთარი კენჭს იყრის დღეს არ არის წინა საარჩევნო შეხვედრა მე მართლა ძალიან მიხარია რომ ოთარი არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების სათავეში და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი აქტივი იქნება საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის საქართველოს პარლამენტისთვის. ოთარ თუ შეიძლება. მოგესალმებით. უმრავლესი მადლობა ტონ პრემიერო. პირველ რიგში აღსანიშნავია მხარდაჭერა. ბუნებრივია სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო ამ შედეგების მიღწევა, რა თქმა უნდა, და ამის არაერთი მაგალითი გვქონდა ჩვენ წარსულში. პირველი რაც აღსანიშნავია ეს არის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა, მინისტრთა სრული კაბინეტის ეკონომიკური გუნდის, ვინაიდან თითოეული პროექტი, რომელიც რეალობად იქცა, თითოეული პროექტი, რომელიც განხორციელდა, იყო ჩვენთან შიდა განხილვების გუნდური ანალიზის საგანი. ყველა პროექტი ასე მიიქნა გადაწყვეტილი და მიღებული და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამან ყველაფერმა მიიღო ის ფორმა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ძალიან მოკლედ კოოპერატივების შესახებ მინდა მცირე ისტორია მოგიყვეთ. თავდაპირველი მიზანი და რეკომენდაცია ევროკავშირისა კოოპერატივების თვალსაზრისით გახდათ 50-მდე კოოპერატივის შექმნა საქართველოში. ეს იყო მიზანი. და ჩვენ როდესაც პირველ 500 კოოპერატივს გავცდით, რა თქმა უნდა, გაჩნდა ეჭვები. როგორ შეიძლება ასე სწრაფად ამდენი კოოპერატივის რეგისტრირება. თუმცა გიორგი მიშელაძეს ალბათ ყველა იცნობთ, მე მინდა გიორგის გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, ესე თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალიან შეზღუდული ადამიანური რესურსების ფონზე. ესეც უნდა ვაღიარო ნამდვილად, მიუხედავად მისი ძალიან ბევრი მცდელობისა, ჯერჯერობით ფრონტი ვერ გავშალეთ კოოპერატივების ადმინისტრაციისა, მაგრამ ამას აუცილებლად მოახერხებთ, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე. და რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაცრი მოთხოვნები, მათ შორის ვალდებულების თვალსაზრისით, თუმცა ეს ყველაფერი იყო პირობების სანაცვლოდ. ჩვენ ვთავაზობდით და ვთავაზობთ ძალიან ბევრ შეღავათიან პირობას, ვთავაზობდით და ვთავაზობთ ძალიან საინტერესო პროექტებში მონაწილეობას და განსაკუთრებულ თანადაფინანსების პროექტებს. მე შეგახსენებთ არაერთ პროექტს, ეს გახლავთ მოტობლოკები, რომელიც 1500-მდე დაარიგდა 70%-იანი თანადაფინანსებით სამინისტროს მხრიდან, 3000-ზე მეტი SKA, რომელიც ასევე 70%-იანი თანადაფინანსებით დაარიგდა და დავიწყეთ მესამე ეტაპი ამ პროექტისა, იმიტომ რომ ძალიან დიდია მოთხოვნა და უკვე დისკუსიაც კი არ გვაქვს, როდესაც განაცხადები შემოდის, თუ საჭიროა ახალი პროექტი, ჩვენ უკვე პრაქტიკულად ავტომატურად ვაგრძელებთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ციბრუტები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და ის შესაბამისი ჭურჭელი, რომელიც ყოველთვის იყო ხოლმე პრობლემა და შესაძლებელია თაფლის ხარისხზე ქონოდა ძალიან ცუდი გავლენა, ვინაიდან არ ინახებოდა სათანადო პირობებში. ესეც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით გვაქვს სუბსიდირების პროგრამა უკვე გადამუშავების ნაწილზე, რომელიც 40%-იან გრანტს ითვალისწინებს. ჩვენ გამოვყავით 12 ნაკლებად ეკონომიკურად აქტიური მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ ეს 60%-მდე გავზარდეთ თანადაფინანსების ნაწილში. ასევე ხაზი უნდა გაუშვათ, რომ პარალელურად სახელმწიფომ შეიმუშავა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია, მიღებულია კანონი, შესულია ძალაში და მთელი რიგი გათავისუფლებები საგადასახადო კუთხით უკვე მოქმედებს და შესაბამისად წლის მომდევნო წლის განმავლობაში მათ შორის კიდევ ეტაპობრივად დაემატება მთელი რიგი კომპონენტებისა. 1600-ზე მეტი კოოპერატივია, როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ 10-ობით კოოპერატივს ჩვენ იძულებულნი ვიყავით და შეუჩერეთ სტატუსი. ვინაიდან მათ არ დააკმაყოფილეს ის მიზნობრიობა, რაც იყო პროექტით გათვალისწინებული
და არ აუწყოს ფეხი თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მათ შორის რა თქმა უნდა თქვენი სახით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს და ეს გახდა ჩვენი ევროკავშირის მიერ უმაღლესი შეფასების მიზეზი, ვინაიდან ეს იყო ერთის მხრივ ძალიან მაგარი პირობები და მეორეს მხრივ ძალიან კონკრეტულად გაწერილი მოთხოვნები, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მათ შორის თუნდაც მეფუტკრეობის თვალსაზრისით მე მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ სავალდებულოა სწავლა, ტრენინგების გავლა, იმისთვის რომ ჩვენ ამ პროექტში ჩავთოთ კოოპერატივი. აუცილებელ პირობას წარმოადგენს იდენტიფიცირება თითოეული ოჯახისა, სკისა, ვინაიდან ჩვენთვის მიკვლევადობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ეს ყველაფერი საერთო ჯამში თავს იყრის დაავადებათა კვლევის მიმართულებით მეფუტკრეობის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ მუხურში უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე გავხსნით, უკვე ახალი მინისტრი გახსნის, ძალიან კარგ, ძალიან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ უახლესი ტექნოლოგიების კავკასიის რეგიონის დონის მეფუტკრეობის ცენტრს. მუხურში, რომელიც მოგეხსენებათ ძალიან კარგად რუხი ფუტკრის ისტორია, რომელიც მითად იქცა ლამის ჩვენეს რეალობად ვაქციეთ და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს ეს შევა ფუნქციონირებას დაიწყებს. მიუხედავად ისა, ექსპედიცია დაიწყეს ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ და სამეცნიერო თვალსაზრისით ეს კვლევები მიმდინარეობს. ასევე ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნური განაყოფიერების სწავლებებსაც. ჩვენ 4 ადამიანი გავაგზავნეთ ბატონო პრემიერო ორთვიან კურსებზე ჩინეთში, სადაც ისინი ექსპერტის დონეზე დაეუფლებიან აღნიშნულ სპეციალობას და შემდეგ თვითონ ჩაატარებენ და უზრუნველყოფენ ტრენინგებს, რათა ეს ცოდნა იყოს გადაცემული თითოეულ კოოპერატივზე საქართველოში. ასევე სულ ახალი პროგრამა, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, ეს გახლავთ მეცხოველეობის კუთხით, მერზეული მეურნეობის თვალსაზრისით ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მთელი ინვენტარის უსასყიდლოდ გადაცემას კოოპერატივზე იმ შემთხვევაში, თუ არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ექვემდებარება სურსათის უვნებლობის ნორმებსა და სტანდარტებს, თუ არის მიკვლევადობა დანერგილი. და ამასთანავე პროექტების მართვის სააგენტო მოგესწრებათ გახლავთ ლოკომოტივი თითოეული პროექტისა და მათ შორის ესეც ითვალისწინებს სტანდარტების დანერგვის თანადაფინანსებას სამინისტროს მხრიდან. ეს არის HACCP სტანდარტი, Global Gap სტანდარტი, საუკეთესო პრაქტიკები, ISO სტანდარტი და ასე შემდეგ, რომელიც იქნება საჭირო და აუცილებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენი შეუქცევადი ორიენტაცია ევროკავშირის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ამიტომ ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი პროდუქტი იმისთვის, რომ ის იყოს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ ბაზარზე. მე გეტყვით, რომ 2014 წელს თავისუფალი და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ საქართველოს გაზარდა თავისი ვაჭრობა და განსაკუთრებულად გაიზარდა ექსპორტი, რომელმაც 30%-ზე მეტი შეადგინა მთლიანი აგროსასურსათო ექსპორტის 30% მოდის ევროკავშირის ქვეყნებს. 20%-ს არასოდეს არ აცდენია პრაქტიკულად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მეღვინეობაზე ვსაუბროთ, ვართ ღვინის აკვანი, ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ, ასე გვიცნობს მთელი მსოფლიო. ბორდოში, რასაც საქართველოს მიაღწია საერთაშორისო აღიარებამ, ჩვენ გახდით მოგესწრებათ ვახდით პრემიერ-მინისტრის გახსნაზე, ინაუგურაციაზე ამ მსოფლიო ცივილიზაციის მეღვინეობის ცენტრისა, სადაც ცალსახად ყველა ხაზს უსვამს დაწყებული საფრანგეთის პირველი პირიდან, რომ საქართველოს არის ღვინის აკვანი. ეს უდიდესი აღიარება, ამის უკან ძალიან დიდი შრომა დგას და მე მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართულია, მათ შორის რა თქმა უნდა, ღვინის სააგენტოს დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის, ესეც დასაფასებელია ნამდვილად ეს თავისით არ მოსულა, ბუნებრივია. ჩვენ საუბრობთ ბაზრის დივერსიფიცირებაზე. ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით მე გეტყოდით, ალბათ სამი ყველაზე ძირითადი მიმართულება, რომელიც არის ალბათ ჩვენი მენეჯმენტის, ჩვენი მართვის პირობებში ყველაზე დიდი მიღწევა. პირველი აუცილებლად უნდა ითქვას, ეს არის თურქეთთან 22 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი პროგრესი. პირველი ძალიან საფუძვლიანი პროგრესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ისტორიულიც კი იყოს, ვინაიდან თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, უდიდესი, უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ძალიან დიდი სავაჭრო პარტნიორი და არ შეიძლებოდა ჩვენ გქონოდა მათთან ისეთი სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც გქონდა აქამდე. ამას სჭირდებოდა ხელშეწყობა და ეს არის ისევ და ისევ ეკონომიკური გუნდის პრემიერ-მინისტრის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელმძღვანელობით მიღწეული პროგრესი, რომელიც ძალიან მალე აისახება კონკრეტულ ციფრებზე ჩვენს სავაჭრო სალდოზე. მეორე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე აღნიშნე, ეს გახლავთ ევროკავშირი, ევროკავშირის ბაზრებზე ვაჭრობა და სტანდარტების დანერგვა, ეს რაში გვიწყობს ხელს. ჩვენ მოგესწრებათ პოსტსაბჭოთა სივრციდან და გოსტებიდან აღმოჩნდით სტანდარტების არ მქონე არეალში და სივრცეში. სადაც ჩვენ დავივიწყეთ ყველა ძველი სტანდარტი, აღარ ვიზრუნეთ ახალი სტანდარტების დანერგვაზე და ეს იყო გატოლებული, გათანაბრებული გარკვეულ
შეზღუდვებთან, აკრძალვებთან და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ეს დავინახეთ და ერთ-ერთი მაგალითი რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი, რომელმაც ცხადყო, რომ თურმე ეს ასე არ არის. პირიქით, ლაქტალისი შემოვიდა საქართველოში ერთ-ერთი მსოფლიოში უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანია რძის პროდუქტებისა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავნერგეთ ეს სტანდარტები, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კონკურენტუნარიანი გარემო და მათ ჭირდებათ ისეთი გარემო, რომელიც შეიქმნა ბოლო წლებში საქართველოში. და მესამე, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ჩინეთის მიმართულება. ჩინეთი ჩვენი ვარაუდებით დავითვლით უკვე საბოლოო ციფრებს გასული თვისას, დღეს მოგესალმება თვის დასაწყისია და შესაბამისად ჩვენ ნახავთ სავარაუდოდ იმას, რომ შეიძლება მეორე ადგილზე იყოს უკვე ჩინეთი გადასული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოდან. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ არ ვარაუდობთ 3 მილიონ ბოთლზე ნაკლებს მიმდინარე წელს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი 2020 წლის სტრატეგია უკვე გადასახედია, იმიტომ რომ ჩვენი გეგმა იყო 10 მილიონი ბოთლი 2020 წლის ბოლოსთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება გადასახედი, თუმცა რა თქმა უნდა წლევანდელი ბალანსი ამას გვიჩვენებს. ეს არის დივერსიფიცირება ერთის მხრივ ბაზრების თვალსაზრისით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტების დივერსიფიცირება, ჩვენ ვსაუბრობთ ჩაიზე, თხილზე, ღვინოზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2 და 3 პოზიციაზე არ იყოს დამოკიდებული მთელი აგროსასურსათო ექსპორტი. ეს არის მოგესალმებათ ღვინო, თხილი, მინერალური წყლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალფეროვნება გაიზარდოს. კიდევ უფრო მეტი დამატებული ღირებულება შეექმნას. მთლიანი გამოშვება გაზრდილია 31%-ით ბოლო 3 წლის მანძილზე. ეს მნიშვნელოვანი ციფრია. 150-ზე მეტი ახალი საწარმოა, ჩვენ ველოდებით მონიტორინგის შედეგებს, რომ ეს ახალი საწარმოები 150-ზე ზევით, რომელიც არის უკვე იმსახურებს თუ არა ნუსხაში ჩასმას, რომ ის ვაღიაროთ, რომ ნამდვილად უკვე იცავს ყველა სტანდარტს და ის არის შესაბამისობაში. 7-ზე მეტი გადაიარაღება. 5000-მდე ახალი ადგილი, სამუშაო ადგილი შეიქმნა ახალ საწარმოებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, ვინაიდან ძირითადად სტიმულატორი რეგიონებში დაბრუნებისა ხდება ადგილობრივი საწარმოები. ჩვენ სამინისტროს ფარგლებში უკვე არაერთი თანამშრომელი ავიყვანეთ, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა თბილისში, იქ დაამთავრეს და მათ დაიწყეს მუშაობა რეგიონებში. იყო რაჭაში ასეთი შემთხვევა, იყო კახეთში და ასე შემდეგ. ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით გახლავთ ის, რომ ალბათ სულ რაღაც 5-10 წლის წინ 100 ახალგაზრდა გამოკითხულიდან ალბათ არავინ არ გეტყოდათ, რომ აინტერესებთ სოფლის მეურნეობა. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებს, მათ შორის მეღვინეებს, კოოპერატივებში ჩართულ ადამიანებს. ეს არის ბედნიერება, ეს არის ერის იმედი. მერწმუნეთ მეგობრებო, რატო პირველ რიგში აღდგარ ნდობა ჩვენსა და თქვენ შორის. აღარ არსებობს ორი მხარე სახელმწიფოსა და მეწარმეებს, კერძო სექტორს შორის. ყველამ თვალნათლივ დაინახა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ინიციატორი და პირველი ლოკომოტივი ჩვენი ხელისუფლების ხელმძღვანელი გახდავთ, ვინაიდან თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ერთი სხეული ვართ კერძო სექტორთან. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს გასაყოფი არაფერი არ აქვს და მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ პირველად დადგა ასეთი რეალობა საქართველოში და ეს ყველამ უნდა კარგად დავიმახსოვროთ, დავაფასოთ და შევაფასოთ, იმიტომ რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ მინდა ძალიან თავი მოგაბეზროთ, თუმცა ალბათ საინტერესო იქნება რამოდენიმე კოოპერატივის და საწარმოს წარმომადგენლმაც თავისი აზრი დააფიქსიროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ეს პროექტი თავიდან ძალიან ბევრს არეგონა, რომ მოხდებოდა და რეალიზებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა 600-მდე წევრი, 599 წევრი. და მე მახსოვს, როცა გიორგი მეუბნებოდა, ანუ ჩვენი წინაპირობა იყო, რომ ყოფილიყო 500 წევრი მინიმუმ, იმისთვის, რომ ჩვენ აღნიშნული ინფრასტრუქტურა უზრუნველყო. გიორგი მოვიდა რამოდენიმეჯერ და მითხრა, იცით რა 200 წევრია და იქნებ გავჩერდეთ 200-ზე. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვეუბნებით, რომ არა, 500 მინიმუმ, 300-ზე ავედით 400-ზე და როგორც ხედავთ 500-ს გავცდით. ეს არის ერთობა. ეს არის ერთსულოვნება და ეს არის ერთი სამიზნე, რომელიც ყველას გვამოძრავებს ერთი მიმართულებით. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მოლოდინებიც გამართლდა ოღონდ დროზე ადრე, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადამამუშავებელ საწარმოს აუცილებლად გააკეთებდით, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა ასე სწრაფად თუ გააკეთებდით ამას ყველაფერს და ამას რა თქმა უნდა გილოცავთ. მე მინდა შალოს თხოვოთ, თუ შეიძლება 2-3 სიტყვით მოგმართოს და მოგვიყვეს აქაური ისტორია. მოგესალმებით ბატონებო პრემიერ-მინისტრო. გმადლობთ რომ გვეწვიეთ მით უმეტეს ამ მნიშვნელოვან დღეს. მით უმეტეს ამ მნიშვნელოვან დღეს.
პირველ რიგში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უდიდესი ძალისხმევა, რომელიც 1 წლის უკან აქ განახორციელა სოფელ დარჩელში და ამის თვალსაჩინო მაგალითი არის უკვე აი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის აშენებული მათ მიერ და ბატონი გიორგი მიშელაძის უდიდესი ძალისხმევა, ბატონი ოთარ გელიგაშვილის, დავით გელიგაშვილის ეს უდიდესი ძალისხმევა, რომელიც ამ საქმეში ჩაიდო, რომელმაც საშუალება მოგცა პირველ რიგში ჩვენი კოოპერატივის წევრებს, ამ კოოპერატივში გაერთიანებულ ფერმერებს, მათ გულშემატკივარ ხალხს რომ დაგვანახა, რომ ერთიანობის ძალა რაშია. და ამაც мотивация მოგცა იმისა, რომ შეგვემუშავებინა ეს განვითარების პროექტი, რომელსაც ახლა წარმოვადგენთ თქვენ წინაშე და დაგვემატებინა ამ გადმოცემული ინფრასტრუქტურისათვის გადამამუშავებელი, თანამედროვე გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარები, რომელიც საშუალება მოგცა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტის ემპარდის ფარგლებში და მოხდა 2 თვის განმავლობაში შევძელით აი ამ მანქანა-დანადგარებისა და ამ არსებული ინფრასტრუქტურის გადაიარაღება. ყველა მანქანა-დანადგარი ექვემდებარება სტანდარტებს, დაცული არის ნაკადურობის პრინციპი და თვითონ ჰასაპის პირობები, სერტიფიცირების ეტაპი გასავლელი გვაქვს, იცით თქვენ ერთ-ერთი მოთხოვნაა ჩვენი ეს და ამიტომ ყველანაირად ვეცადეთ რომ ამ პროექტის ფარგლებში ეს გათვალისწინებული ყოფილიყო. დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა გავაგრძელო ის ხაზი, თუ რა შედეგები და რა წარმატებული შედეგები მოაქვს ამ კოოპერირებას. ეს უშუალოდ ჩვენმა კოოპერატივის წევრებმა უკვე შარშანვე დაინახეს. პირველი თხილი, რომელიც შემოვიდა ჩვენს საწარმოში, პირველი შარშან ეს იყო 50 ტონა, მით უმეტეს იმისა, რომ სეზონის ბოლო იყო, რომ გავხსენით ეს საწარმო და მაინც შევძელით ეს თხილი გაგვეშრო, ეს ხარისხიანი თხილი მიგვეღო და მით უმეტეს ბაზარზე გაგვეტანა, რითაც დამატებით 20-25 თეთრით მეტი თანხა გადაიხადეს, უკვე გაუტეხავთ ხილში ადგილობრივმა მწარმოებლებმა ამ ჩვენს მიერ დასაწყობებული და ჩვენი კოოპერატივის მიერ აქ განთავსებულ თხილზე. ამის გარდა პლუს მინდა ვთქვა ის, რომ უკვე წელსვე ჩვენი ამ დასუფთავების აპარატები არ ქონდათ, თხილიცით რომ საბურველის ქვეშ არის და ეს საბურველიდან უნდა გაიცალოს და ამიტომ პატარა მინი კონკურსები ჩავატარეთ და 2 ესეთი დარჩევის აგრეგატი მუშაობს, ახლა დღესვე სოფლებში დადის, 2 ჩვენი ეგიდით, ჩვენ უწევთ ორგანიზებას ჩვენი კოოპერატივის წევრების ფერმებში და შეღავათიანი პირობებით ხდება ამ საბურველისგან თხილის გარჩევა. და ეს თუ 100 ლარი ღირს საბაზრო ფასი თუ 100 ლარია ჩვენს მიერ წარმოდგენილი სიებში ჩვენს მიერ კოოპერატივის წევრების თხილი ირჩევა 65 ლარად ტონა. ესეც ერთი პლუსია. ამის გარდა დიდი ინტერესი როცა გამოთქვეს უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც აგროფერმერული დაფინანსების მხრივ, მით უმეტეს რომ შეღავათიანი პირობებით მოდიან და უკვე კონკურენციას დაიწყო, უკვე ამ სოფელში 2 ოფისი გაიხსნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომ ერთმანეთს უკვე ეცილებიან ამ მხრივ. და არის საზღავათო პირობები ესეთი, რომ ესე იგი სასუქების, პესტიციდების, მოსავლის აღების და ასე შემდეგ ხარჯებს უფინანსებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 6 თვიან საშღავათო, 9 თვიან საშღავათო პერიოდს აძლევს და თუ 6 თვეში დააბრუნა თანხა, უპროცენტოდ აძლევს ამ თანხას და თუ 9 თვეში დააბრუნებს 12% აქვს დასამატებელი ზედ ამ თანხაზე. ესეც ერთ-ერთი პლუსია. უკვე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიც უკვე გამოდიან მოლაპარაკებაზე ამ ჩვენს კოოპერატივთან და ეს არის პირველ რიგში ჩვენი კოოპერატივის წევრების აქტიურობის შედეგი, იმიტომ რომ ზოგს ფაქტიურად ფიზიკურად მეც ვერ ხვდები, მაგრამ თვითონ ეს წევრები ხვდებიან, თვითონ ეს ჩვენი კოოპერატივის აქტიური წევრები დადიან და ესაუბრებიან და ამით ინტერესი უფრო დიდია. და მით უმეტეს რომ სურველების რიგი ბატონო პრემიერო 12 განცხადება კიდე გვიდევს ახლა მისაღებად გამგეობის უახლოების ხომაზე განვიხილავთ ამას და ამ ხალხსაც დავამატებთ ამ კოოპერატივის წევრში და ეს არ არის რამე დახურული სააქციო საზოგადოება, ეს არის ღია სტრუქტურა, ღია კოოპერატივი, ყველას კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ყველასთვის არის ღია. და ყველა შეუძლია ელემენტარული იმ 2 პირობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ჩვენ წესდებაში ჩადებული, რომ გახდეს ჩვენი წევრი. არანაირი პრობლემა არავის არ აქვს ამაზე. მით უმეტეს, როდესაც ეს კოოპერატივი 1 წლის უკან გააჩნდა ნულოვანი ქონება, მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის იმედად იყო და დღეის მდგომარეობით უკვე 150,000 ლარის ღირებულების ქონების მეპატრონე არის უკვე ეს კოოპერატივი და თითეული კოოპერატივის წევრი, რომელიც არის აქ წარმოდგენილი თქვენ წინაშე. დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ, მოგვეცემა ალბათ საშუალება რომ შეგნითაც დავათვალიეროთ ეს ტერიტორია ამ შეხვედრის შემდეგ და თავს არ შეგაწყენთ. დიდი მადლობა.
წარმატებებს გისურვებთ. ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და კიდევ უნდა გავაფართოვოთ შესაძლებლობები. აქ არის საშუალება კიდევ რომ დაემატოთ მეპაიები. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატო შეირჩა დარჩელი, ესეც მნიშვნელოვანია, რომელიც მე არ მithქვამს. ბატონმა პრემიერმა რა თქმა უნდა იცის. ეს გახლავთ ლოკაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვერჩია ადგილი, სადაც ყველაზე დიდი დანაწევრება იყო მიწის და სადაც ყველაზე მეტი პატარა ნაკვეთი იყო, სადაც იყო თხილი გაშენებული. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ყოფილიყო საზღვართან მაქსიმალურად ახლოს, ადმინისტრაციულ საზღვარს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ამან შედეგი გამოიღო, მე მგონი საჯარო საუბრის თემა ეს არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამან ნამდვილად გამოიღო ის შედეგი და ის მიზანი ნამდვილად მიღწეულია ჩვენ რაც გქონდა და ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა განსაკუთრებული ხელშეწყობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ვასიკო კალანდაძე არის ჩვენთან, ადამიანი, რომელმაც ახალი ტრადიცია დანერგა, შეიძლება ასე ითქვას, კარგად დავიწყებული ძველი, ანუ ახალი. და ესეც ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და თუ შეიძლება თქვენს ორიოდე სიტყვა გვითხრათ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი რამდენჯერ ვერ ვარ თქვენთან ნამყოფი და ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პროექტია, მე ასე შევაფასებდი ამას. აბა გისმენთ. დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა ბატონ მასპინძეს, მინდა წარმატება გისურვებთ. აი ძალიან ემოციური იყო, როცა მინისტრმა შეაფასა თუნდაც ის რომ ადმინისტრაციულ საზღვართან არის და წარმატებას და ღვთისმშობლობას გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენ პროექტს, ეს არის მუხის კასრების წარმოება. დიახ, ეს არის რომელიც მივიწყებული ძველია და ეხლა განახლებულია. რაც შეეხება ქონდა ჩვენ ეს იდეა, მაგრამ ჩვენი სახსრებით ვერ მოვახერხებთ ამას, რომ ახალი კასრები გვეწარმოებინა, ჩვენ შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა ესე რომ გაგვიახლებინა კასრები, რაც რა თქმა უნდა რაღაც 3-4 წლით გადაწევდა იმ პროექტს, რომ ახალი კასრები გვეწარმოებინა. ამ პროექტმა, რასაც ქვია, შეღავათიანი კრედიტი მოგწა იმის საშუალება, რომ დაგვეწყო ჩვენ ეს და მე დღეს გიყურებ და ძალიან საინტერესოა მithumetes თქვენთან უფრო ესე ვარ ემოციურად რომ უყურებ ახალი ქართლის გახსნას სხვა რაღაცაა და როცა თქვენი პროდუქციას აი ელოძებით რომ უნდა გავიდეს, აი სხვა ეფექტია და ყველა დამეთანხმებით ამაში ეს ძალიან ემოციური ის არის. და აქედან გამომდინარე მოგწა ამან ეს საშუალება რომ გაგვიკეთებინა ეს დავაფინანსეთ და დაგვაფინანსა სახელმწიფომ და შევძლოთ რომ ახალი კასრები გვეწარმოებინა, რომელიც არის ამიერკავკასიაში ერთადერთი და შემიძლია თქვა რომ თუნდაც რუსეთში მე რომ მოვიძიე, რუსეთსაც თვითონ ესეთი ოფიციალურად რომ რაღაცა ქარხანა ამოემს კასრებს უშვებს ეს არ არის, ეს არის კუსტარულად დამზადებული. ხოლო ჩემი კასრები, ესე ვთქვათ, ჩემ კასრებს ვეძახი და მიყვარს ეს კასრები, ხანახა რო იყიდება, გულიმსხდება ხოლმე რო გადის რაღაცნაირად. ხო და აქედან გამომდინარე, ვიტყვი ამას, რომ ხალისთან დაკავშირებით ძალიან ამაყი ვარ ხალხო იმით, რომ როდესაც გურამიშვილების მარანში, ჩემ ქარხანაში გაკეთებული კასრედებს და იმაში ღვინოასხია. აი ეს არის რომ ჩემი კასრი დეს მუზეუმში რა. დიდი მადლობა. მე უმცირეს გარეშე ვერ საუბრობ ხოლმე ამ თემაზე. ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი, ყველას წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გახდით ბატონ ლევან ბერიძესთან, ეს გახლავთ ახალი საწარმო, სულ რამოდენიმე დღის წინ ერთად ვიყავით ასევე საწარმოს მოსანახულებლად. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, ვინაიდან ეს არის საწარმო, რომელმაც გაფართოების ერთი ციკლი უკვე დაასრულა და მათ აქვთ გაფართოების მიმდინარე პროექტი ასევე, რომელიც პრაქტიკულად სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება. და ეს არის ტრადიციული მხარე, მე მინდა მოგახსენოთ, რომ 10-ზე მეტი ქართული ყველი დარეგისტრირდა უკვე საკპატენტის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ძალიან კარგი შერწყმა ღვინისა და ყველის და გვაქვს 50-მდე, თუ უკვე 50-ზე მეტრი პრინციპში ქართული ტრადიციული ყველი, რომელსაც ჭირდება განვითარდება, ჭირდება წარმოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი კონკურენტი, ძალიან საპატიო კონკურენტი ევროკავშირის ბაზარზე. მე ამაში ეჭვი არ მეპარება, განსაკუთრებით ისეთი საწარმოების ხელშეწყობით, როგორც არის თქვენი. თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით მოგვახსენეთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით პირველ რიგში. წის წარმოება ჩვენი კუთხისთვის არის დამახასიათებელი და მე მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენს მოსახლეობას ამეთი ხელს უწყობდა, პლუს ამას ქვეყნისთვის ვაკეთებთ კარგ საქმეს, ანუ ვაწარმოებთ იმ პროდუქციას, რომელიც ქვეყნისთვის არის მოთხოვნადი. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დავიწყეთ საწარმოს მშენებლობა, ვისარგებლეთ 2 ტრანშით. დღეს მდგომარეობით მივედით იმ დონეზე, რომ შეგვიძლია ვაწარმოოთ 12 ტონარზე დღეში. ეს ფიქრობ, რომ უკვე ცოტა არ არის და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. ასევე გვაქვს ჩვენი ფერმამ
რომელიც ამ ეტაპზე ვერ ვსარგებლობთ იმის გამო, რომ რაღაც საზოგადოების პრობლემა ქონდა და ვფიქრობ, რომ ეს გადაგვიწყდება და ამასაც მესაქონლეობას დაურთავთ კიდე პლუს, რომ ჩვენი საკუთარი რძე გქონდეს და იმით ვაწარმოოთ და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმით, რომ მესაქონლეობასაც განვავითარებთ ძის წარმოებასა და ყველის წარმოებასთან ერთად. და ჩვენი გაფართოების შემდგომ ვფიქრობთ იმას, რომ გავალთ ალბათ ევროკავშირის ბაზარზეც არა მარტო საქართველოში. მადლობა დიდი თანადგომისთვის. დიდი მადლობა, ნამდვილად პერსპექტიულია, საინტერესოა, მით უმეტეს ჩვენ გვყავს უკვე სპეციალისტები ამ მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ჩანდნენ. ეხლა ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა, ესე ვთქვათ, ახალგაზრდა თაობაზე. ჩვენ არაერთი ყველის ფესტივალი გვქონდა, მიმდინარე წელსაც იგეგმება და ეს არის სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც ჩვენ მოგცა საშუალება გვენახა, რომ თურმე საქართველოში არის ისეთი იშვიათი ყველის სახეობები, რომელიც საერთოდ არავინ არ ვიცოდით, ძალიან ბევრი მათგანი და პრაქტიკულად ყველა ყველის ფესტივალზე ახალი აღმოჩენა გვაქვს. ყველა ყველის ფესტივალზე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ პროექტებს გავაკეთებთ. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, მაგრამ პირველი რაც უკვე გააკეთებულია და საფუძველი ჩაყრილია, სწორედ ეს არის მერძეული ხელშეწყობის მიმართულება კოოპერატივებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საგრანტო კომპონენტს, როგორც მოგახსენეთ, სტანდარტების დანერგვა, შესაბამის ტრენინგებს, ანუ საუბარია მიკვლევადობას, იდენტიფიცირება ცხოველიდან დასრულებული საბოლოო პროდუქტამდე, რათა ყველა კრიტიკული წერტილი იყოს შემოწმებული ისე, როგორც ამას ევროპის სტანდარტები და საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს, საწარმოო პროცესი იყოს გამართული ჰიგიენიდან დაწყებული მიღებით, როგორც თქვენ მე პირველი რაც გკითხეთ, როცა მოვედი, იყო აბა მიმღებისა და გაქვთ ხო, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, უნებლობის თვალსაზრისით აქედან იწყება პროცესი. სწორად დაწყებული პროცესი უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მეფუტკრეობა, რა თქმა უნდა. მეფუტკრეობის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ არის ერთ-ერთი ასევე ძალიან ტრადიციული მიმართულება საქართველოში, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე რეგიონში იყო კარგად წარმოჩენილი. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს და უკვე იდენტიფიცირების ნაწილში, სხვათა შორის იმ სკებზე, რომელსაც ჩვენ ვარიგებთ, ეს მონაცემთა ბაზაში შედის და ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ რეჟიმში ელექტრონულად მონიტორინგი გაუწიოთ თუ რა ხდება, რა მდგომარეობა და მათ შორის ჩვენ უნებლობის თვალსაზრისით და ეპიზოოტიის კუთხით დავიწყეთ დაავადებების კვლევა, ვინაიდან ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ევროპაში იყო ხოლმე ანალიზების პასუხებში, გახდათ ანტიბიოტიკების არასათანადო დოზები და მოხმარების რაოდენობები, რაც განპირობებული იყო უბრალოდ ტრადიციით და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საერთოდ არ იყო აუცილებელი ამ ყველაფრის გამოყენება, თურმე სხვა საშუალებები არსებობდა, აგერ მოემზადა მინდია და ესე ვთქვათ, ალბათ გვეტყვის ორიოდე სიტყვით და ამ მიმართულებით ჩვენთვის ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის ასევე ძალიან მადლიანი საქმეა, ძალიან დიდი და საინტერესო ტრადიციის მატარებელია და ჩვენ ამ მიმართულებით ალბათ ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ, მე ვფიქრობ, სულ მაქსიმუმ 2-3 წელიწადში და რეგიონის მასშტაბით ვიტყვით სათქმელს. მე ასევე მოგახსენებთ ჩემ თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ჩვენ ასევე თაფლის ექსპორტის შესაძლებლობები განვიხილეთ. ძალიან დიდია დაინტერესება იაპონიიდან, ევროკავშირიდან და თურქეთიდან. ასე რომ მოვემზადოთ, ვაწარმოოთ რაც შეიძლება მეტი, რა თქმა უნდა სტანდარტების შესაბამისი, იმიტომ რომ რეალიზაციის პრობლემა როგორც ჩანს ნამდვილად არ იქნება.